გიორგი ვარ. კვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ სასირეთში შვილიშვილმა ბებია მოკლა და სოფლიდან მიმალვა სცადა. კვლელობის ბრალდებით 36 წლის კაცი პოლიციამ გამთენიას დააკავა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ლადო ბიჭაშვილი გვიერთდება დანაშაულის დეტალებით. Teach შემთხვევის ადგილს კვლავ იცავენ სამართალმცველები, სწორედ დანაშაული იმ ადგილზე მოხდა იმ სახლში, სადაც პოლიციის პიკაპია გაჩერებული და როგორც გითხარით, შემთხვევის ადგილს იცავენ მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალისტებმა ცოტა ხნის წინ დაამთავრეს. ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღი, რომლითაც 36 წლის შვილიშვილმა ბებია სასიკვდილოდ 80 წელს გადაცილებული ბებია სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან და სოფლიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის შენიშნეს თანასოფლელებმა და სამართალმცველები გააფრთხილეს და გამთენიისას მოხდა მისი დაკავება. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, უჭირთ ამაზე საუბარი. სახლის, სადაც შემზარავი დანაშაული მოხდა, არც ბებიას და არც შვილიშვილს არ ეკუთვნოდა. ეს იყო მიტოვებული სახლი და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 36 წლის შვილიშვილმა ბებია რაჭიდან ჩამოიყვანა და სწორედ ამ სახლში მიიყვანა და შემდეგ უკვე ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით აქ ცხოვრობდა და გუშინ ღამის საათებში გაიგეს თანასოფლელებმა შემზარავი დანაშაულის შესახებ. წუხელისა ღამის პირველ საათზე თუ პირველი ნახევარზე არ ვიცი მოუკლა. ვინ მოკლა და დედის დედინაცვალი. ნაჯახით მოუკლაო. თვითონ როგორ გაიგეს მეთქი მე ახლა ვკითხე რა მეზობელსა და როგორ გაიგესო და ბათუმშიო დაურეკიაო ამხანაგისთვინაო თუ ვიღაცისთვინაო რომ მოფკალიო ეთყობა იცნობდა ის ამბებიასაც ამასაც და იქიდან მერე კასპი მილიციისთვის დაურეკიას და მოვიდნენ. შემოვიდა ტელეფონი დამატენინეო ესე ეჭირა ხელში ტელეფონი დაწევა მინდოდა მე გამოვარ სახნა წადი ამ დილადრიან საიდან მოხვედი აქამდე თუ გადიოდა აქედან აი ესე თავში ხელები დაიწყა არ მომიკვლა გაიქცა ეგრე პირდაპირ გავედი მე აქედან პატრონს მანქანა დავინახე აქ აი ესე გაიქცა მეთქი მე უცხარი დაიშვა დავინამი რამდენიმე ხნის უკან მოვიდა ჩემთან მითხრა რომ იმას ჩამაყვაინეო კასპიო პენსიონა ავაღებინო შვილიშვილმა ბაბუ მოკლაო და რო გავიგეთ ეს იყო სხვა არაფერი ერთად ცხოვრობდნენ არა ერთად იყვნენ ზევით კენა ცხოვრობენ არც ის არ ვიცოდით რომ ბებუ აქ ახავდა ჩამოყვანილი გასროლის ხმა თუ გაიგეთ პოლიცია რო დაედევნა გამაფრთხილებელი გასროლა იყო აქ გაისრულა სამჯერ გაისრულა სად დააკავეს აი ფსახში დააკავეს ეზოში მიმალვა ცდილობდა კი ჩემდღემი რათინა კამილიცია იყო ეძებდათ გაიქცა მე სადღაც წავიდა ჭარაში დაიჭირეს მე და გაიყვალეს ჩასვლა ჭარაში გაქცეულა და მილიციას მოვიდა და დაედევნა რა ვიცი და დაიჭირეს ბების მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 36 წლის გიორგი მამულაშვილი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლადო ბიჭაშვილი გვერდებოდა კასპიდან. სასამართლო როგორც პროტესტის მონაწილეების რეპრესიის ინსტრუმენტი და მოწმე პოლიციელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზეც კი არ ყოფილან. თბილისის საქალაქო სასამართლო აქციაზე დაკავებული გიორგი მინდაძის საქმის არსებით განხილვაზე გადავიდა. პირველი ჩვენება სასამართლოს მისცა პოლიციელმა, ვისი განცხადების საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. პოლიციელი ყვება, რომ კანონდარღვევის ფაქტი ტელევიზიით ნახა, შემდეგ პატაკში აღწერა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხელმძღვანელობას მიმართა. დღესვე გამოიკვლიეს მინდაძის წინააღმდეგ არსებული ორი ვიდეო მტკიცებულება. რაც ჩანს ამ ვიდეო კადრებში, სალომე ბობუჩავა მოგვიყვება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. თუ დავეყრდნობით იმ მტკიცებულებას, რომლის გამოკვლევაც მოხდა საქალაქო სასამართლოში, საქმეში დევს ორი ვიდეო მტკიცებულება. ორივე შემთხვევაში გიორგი მინდაძე გადაადგილდება საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკით და იყენებს მას. როგორც პროკურორი ამბობს, პიროტექნიკის გამოყენება მოხდა სპეცრაზმელების მიმართულებით, დაშავდა ერთი სპეცრაზმელი მძიმედ და ერთ-ერთ ვიდეო მასალაშიც ჩანს პიროტექნიკის გასროლა სწორედ სპეცრაზმელების მიმართულებით. თავად გიორგი
მიმნაძე ამ ფაქტს არადასტურებს, ის იყენებს დუმილის სუფლებას. დღეს სასამართლო გადავიდა უკვე არსებით განხილვაზე, სწორედ არსებითი განხილვის ფარგლებში უნდა დაიკითხოს ის პოლიციელი, რომელიც პიროტექნიკის სროლის შედეგად არის დაშავებული. საქმე ეხება 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. ბრალდებულს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, მისი დაკავება კი 1 დეკემბერს მცხეთაში მოხდა. ყველანაირად ხედავდით, რომ იდგა პოლიციელი და რა როგორ ეთქვა დაწერილიც კი ნორმალურად და რაც ახსნილი იყო, ისიც რო ვერ ჩამოაყალიბა. ამაში მე ვერაფერი ვერ დავინახე გიორგის დანაშაული, ვერც გიორგის გასროლი ფერვერკი დავინახე, ვერც სრული კადრი ვერ დავინახე ვერაფერი. მე როგორც დედას ისე არ ვამბობ, როგორც თვალხედვით ჩანდა. სიტყვა ვერ ჩამოაყალიბა, კადრი სამსახურში ნახა, მერე აღიქვა და მერე გააკეთა ეს ყველაფერი სინამდვილეში. არც არაფრის შემსწრი არ არის და არც არაფრის მნახველი არ არის. აი როგორც იყო ეს ყველაფერი შეთითქმილი, ნათლად ჩანს. სასამართლო პროცესი დაიკითხა დეტექტივი, რომელმაც ნახა ვიდეო თუ როგორ ისროდა ბრალდებული პიროტექნიკას და როგორ ხვდებოდა პოლიციის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გამოვიკვლიოთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს თავად ბრალდებულიც როგორ ისროს პიროტექნიკას და ნათლად ჩანს ის, როგორ ხვდება იგი პოლიციის თანამშრომლებს. შესაბამისად, უკვე დღევანდელ პროცესზე დავწუნდით ჩვენ, რომ გიორგი მინდაძის მიერ არის სავალალოდ ჩადენილი მოცემული დანაშაული ქმედება და ბრალდების მხარე ამას დაადასტურებს პროცესის განმავლობაში. ორივე ვიდეო არის ერთ ფეიქ ვიდეოს გადაღებული. ერთი ვიდეო არის, სადაც მხოლოდ გიორგი მინდაძე ჩანს როგორ ისროს ფეირვერკს. მეორე ვიდეო არის ესეთი. გიორგი მინდაძე ისროს ფეირვერკს, კადრი გადადის ეგრევე სპეცსაზონების მიმართულებით და ჩანს თუ როგორ ფეთქდება იქ ფეირვერკი და როგორ ხდება სპეცსაზონები. გადაღებული იყო მეთერი პიროვნების, ესე იგი 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ მხარეზე პოლიციელები იდგნენ, მეორეზე მომიტინგეების მხრიდან ერთ-ერთი პიროვნება ახალგაზრდა, რომელიც ბიოტექნიკის საშუალებით ახორციელებდა გასროლას რა, სადაც ის გასროლი პოლიციას ხდებოდა და ფეთქდებოდა. აქედან გამომდინარე ეს ჩათვალე სამართალდაბლობად ეს ჩამოვტვირთე ეს ლინკი ჩემ ტელეფონზე, Facebook-ვებიდან ჩამოვტვირთე და პატაკის სახით მოვახსენე ჩემს ხელმძღვანელობას, რომელიც ეს ლინკი თვითონ დაუხდე პატაკს. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე გაირკვა, რომ გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელის პატაკის საფუძველზე, რომელიც საპროტესტო აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. პატაკში პოლიციელი ამბობს, რომ მან საპროტესტო აქციაზე კანონდარღვევა ტელევიზიის მეშვეობით შენიშნა. ამის შემდეგ ეს კადრები ხელმძღვანელებს მიაწოდა და მოსთხოვა მათ დაეწყო გამოძიება. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ გიორგი მინდაძეს გამოძიება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს. მადლობა, სალომე ბოგუჩავა გვერდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართა. ჯეიდი ვენსმა და მარკ რუტემ ილაპარაკეს ნატოს გაძლიერებაზე, თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მნიშვნელობაზე და უკრაინაზე. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული სამუშაოებია საჭირო. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით უნდა წარსდგეს და ეს მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოთ. უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე ჯეიდი ვენსმა ინტერვიუ მისცა Wall Street Journal-ს და მნიშვნელოვანი გზავნილები გააჩღერა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთი გარიგებას არ დასთანხმდება, ამერიკა დამატებით სანქციებს დაუწესებს და უკრაინაში ჯარსაც გააგზავნის. ნატო შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. მაგრამ გვინდა რომ ნატო იყოს კონცენტრირებული მომავალზე და ამის ფარგლებში უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ტვირთვის გაზიარების კუთხით აღმოსავლეთ ევროპაში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეძლოს ფოკუსირება აზიაზე. გვექნება აქ საუბრები არაჩვეულებრივ ადამიანებთან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რასაც აკეთებთ მთელი მსოფლიოსთვის. ბევრი მიმართულებაა, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. გვესმის ტვირთის გაზიარების მნიშვნელობა. ჩვენ უნდა გავიზარდოთ და დავხარჯოთ მეტი თავდაცვაზე. უნდა განვიხილოთ ინდუსტრიული ბაზა და რა თქმა უნდა უკრაინა და როგორ დავამყაროთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომ არ მივიღოთ ისევ მინსკი და რომ ვუზრუნველყოთ უკრაინის ძლიერი პოზიცია, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. გლობალური პლატფორმა კიდევ ერთხელ დაეთმობა მსოფლიოში საგარეო და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მთავარი გამოწვევების განხილვას. დღის წესრიგის მთავარი თემა კი უკრაინაში რუსეთის აგრესია და დონალდ ტრამპის გეგმა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს. იგეგმება ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები მოკავშირეებთან, პირველ რიგში კი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან. თუმცა სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დაგეგმილ დროს ვაშინგტონიდან მიუნხენის მიმართულებით რეისი ვერ შესრულდა. დღევანდელი კონფერენცია დონალდ ტრამპის გეგმის და მისი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ფონზე იხსნება, რასაც ევროპელ მოკავშირეებშიც და თავად უკრაინაშიც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ თეთრ სახლში გუშინ ღამით გაკეთებული განცხადებაც, რომ მიუნხენში ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები ომის დასრულებაზე იმსჯელებენ. მის ამ განცხადებას უპასუხეს კიევში და განაცხადეს, რომ კონტაქტი რუსებთან გამორიცხულია. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდასთანაა უკრაინის ადგილი. გვეყოლება უკრაინა, რუსეთი და სხვა ჩართული ხალხიც, ბევრი ადამიანი, ბევრია ამ თამაშში. საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მიუნხენში იქნება რუსეთი ჩვენს ხალხთან ერთად, უკრაინაც მიწვეულია. სხვათა შორის დარწმუნებული არ ვარ, რომელი ქვეყნიდან ვინ იქნება, მაგრამ იქნება მაღალი რანგის ხალხი რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. Так, у нас уже было 3 размовы, так, с президентом Трампом. ჩვენ სამჯერ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს, არ ვიღებ იმას, რომ მისთვის პრიორიტეტული ჯერ რუსეთთან ლაპარაკი იყო. თუმცა ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იცით, როგორი რეაქცია მოჰყვა უკრაინის საზოგადოებაში, ევროპელებში, რადგან საქმე უკრაინას ეხება, არაფერი არ იქნება უკრაინის გარეშე. Европейцы так реагуют. ზელენსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე ვერ წარიმართება. უკრაინამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, უბრალოდ ეს ჯანსაღი აზრია. შეუძლებელია ვნახოთ დარეგულირება, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, რომ არ იყოს უკრაინა ცენტრში. მე ვეტყოდი რუსეთს, თქვენ სუსტ პოზიციაში ხართ და არაძლიერში. კარგავთ 1500 კაცს დღეში, ხარჯავთ ბიუჯეტს ომზე. თქვენს ეკონომიკას პრობლემები აქვს და ხედავთ, რომ უკრაინის მოკავშირეები მხარს დაუჭერენ მას, რადგან იციან, რომ ის ევროპის უსაფრთხოების წინა ხაზია. სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციას პირველივე დღეს მიმართავს. საქართველოს ყურადღების ცენტრში ასე ჰქვია დისკუსიას, რომლის მოდერატორიც თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარი იქნება. დისკუსია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს პანელურ განხილვაშიც სახელწოდებით რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები უსაფრთხოების თემაზე ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. საქართველოს კონფერენციაზე გასულ წელსაც სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ის უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და ამერიკის დელეგაციასთან. პრეზიდენტი მიუნხენში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდება. კონფერენციას დაესწრება ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ტრადიციულად მიუნხენის კონფერენციის გახსნამდე გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ივანიშვილის გუნდი პრორუსულად არის შეფასებული. დოკუმენტში ვკითხულობთ პროგნოზს, რომ რუსეთის გავლენა შეიძლება საქართველოშიც შესუსტდეს, სადაც პრორუსულ მთავრობას უჭირს ჩაახშოს სახალხო ამბოხი, რომელიც გამოიწვია ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ და 2024 წლის არჩევნებში დაფიქსირებულმა დარღვევებმა. ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დასახელებულია კრემლის ჰიბრიდული ჩარევის მაგალითად. პუტინის რეჟიმი უკვე იყენებს ბირთვულ მუქარას და აწარმოებს აგრესიულ კიბერთავდასხმებს ევროპულ ქვეყნებზე, არჩევნებზე გავლენის მოხდენის ჩათვლით. ისე როგორც ეს ახლახან ვნახეთ, მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში. რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვის ამ შეტევებს და მისცემს მას შესაძლებლობას მიაღწიოს თავის იმპერიულ ამბიციებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. რუსეთმა დაკარგა გავლენა სომხეთში, როდესაც აზერბაიჯანის ჯარი შევიდა მთიან ყარაბაღში და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად სომხეთს არ დაეხმარა. შედეგად სომხეთი გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან. რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 2024 წლის დეკემბერში შემთხვევით ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი, რის შედეგადაც ბორცვზე მყოფი 38 ადამიანი დაიღუპა. რუსეთს კი აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბა. რუსეთის გავლენა შესაძლოა შემცირდეს კიდევ ერთ კავკასიურ სახელმწიფოში, საქართველოში, სადაც პრორუსული მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სახალხო პროტესტი, რომელიც გამოწვეულია მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და ასევე დარღვევებით 2024 წლის არჩევნებში.
სად ინახავს ოლიგარქი ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილ ნახატებს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილმა ფერწერული ტილოები საქართველოში დაახლოებით 2 წლის წინ გადმოიტანა და მას ქვეყანაში დროებითი იმპორტის პროცედურის ფარგლებში ინახავდა. იმპორტირებულად კი საქონელი ახლა 2025 წლის იანვარში აღირიცხა, რასაც ბიუჯეტში 240 მილიონი ლარის შეტანა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა სავარაუდოდ ივანიშვილმა ოფშორების კანონით ისარგებლა და იმპორტის გადასახადს თავი ამ გზით აარიდა. ტილოების შენახვისთვის სპეციალური პირობები ეროვნულ ბანკს აქვს. მიაქირავა თუ არა თურნავამ ფართი ივანიშვილს პასუხს ეროვნული ბანკისგან ველოდებით. სპეციალისტებისთვის კი ცხადია, რომ ოლიგარქი ნახატებს საქართველოში სანქციებისგან ქონების დასაცავად ეზიდება. რა თქმა უნდა ეშინია სანქციების და ურჩევნია რომ საქართველოში კონდეს ეს ნახატები ვიდრე კონდეს ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში სადაც შესაძლებელია რომ ის ჩამოერთვას, გაიყიდოს, გასხვისდეს და მიღებული თანხაც კი არ მოხმარდეს ივანიშვილს და რაც თავარია მას უკვე გამზადებული აქვს საკანონმდებლო ბაზა იმგვარად რომ მნიშვნელოვანი შეღავათი ნახოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამ ფერწერული ტილოების შეტანა მას დაუჯდებოდა ასეულობით მილიონი გადასახადის სახით სამაგიეროდ საქართველოში მას თამამად შეუძლია დაახლოებით 240 მილიონ ლარზე მეტი არ გადაიხადოს იმ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და მათ შორის ფინანსური კრიზისი ელოდება. ანუ ივანიშვილი მორიგჯერზე სეიფად იყენებს ამ ქვეყანას, თუმცა ამ სეიფის მომსახურების გადასახადის გადახდაც კი არ სურს და სურს რომ ეს ყველაფერი მისთვის იყოს უფასოდ. შემდგომში ივანიშვილის ქონების დასანქცირების პირობებში, რა თქმა უნდა, ამ ნახატების შემდგომი გასხვისება იქნება ივანიშვილისთვის შეუძლებელი და მას მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ამ ნახატების, ასე ვთქვათ, ყურება, მათი ტრანზაქცია, გასხვისება, ფულადის სარგებლის მიღება აქედან ივანიშვილს სასახად შეეზღუდება. ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ივანიშვილი არის დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროსგან სრულად იზოლირებული და დღეს იმისი ამოცანაა, რომ ყველა მისი აქტივი, რომელიც დასავლეთშია, დიდი სისწრაფით შემოიტანოს, სხვაგან ვერსად ვერ მიაქვს, ვერავის ვერ ენდობა და რაღაც დაახვაოს საქართველოში. ამას უყურებთ ჩვენ ახლა იქ ოფშორებიდან კომპანიების და ფულის გადმოფორმება სასწრაფოდ და რაღაცა შემდეგ ამ ნახატების და ასე ვთქვათ ხელოვნების ნიმუშების შემოტანა მანამ სანამ იქნება ის ხელისუფლებაში შეუძლია რომ ეს ყველაფერი აქ დაახვაოს მაგრამ ამასაც დაკარგავს იქიდან გამომდინარე რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება. მე ვფიქრობ რომ რაზეც ზრუნავს ივანიშვილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად ამას უყურებთ ჩვენ არის მისი ქონება, მისი კარგად ყოფნა, მისი ოჯახის კომფორტი და თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული სიტუაციის და გარემოს შექმნა. ეს ოფშორების კანონიც ეს იყო, ხო? მან მიიღო ეს კანონი იმისთვის, რომ თავისი ქონება შემოეტანა საქართველოში და ამისთვის არ გადაეხადა არანაირი გადასახადი ბიუჯეტში და ამ შემთხვევაში ახლა ბიუჯეტი სხვა შემთხვევაში უпростоრად ბიუჯეტი მიიღებდა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს როგორც შემოსავალს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილი. არარუსულ დიქტატურას ამ სახელწოდებით ხვალ საპროტესტო მსვლელობებია დაგეგმილი. თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მარშების მონაწილეები ოცნების პოლიტიკას და რეპრესიებს გააპროტესტებენ. პროტესტს უერთდებიან მწერლები და გამომცემლები. სიმბოლურად ევროპის მოედნიდან დაიწყება მსვლელობა, სიმბოლურად იმიტომ რომ სწორედ ამ ღირებულებების გარშემო არის კონსოლიდაცია. ვფიქრობ რომ საკვანძო მომენტი გვიდგას ამ წუთას, ისტორიული მომენტი გვიდგას. ხვალ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბევრი ვიყოთ იმისათვის რომ გავამხნევოთ პატიმრები, გავამხნევოთ ერთმანეთი. ყველას გვჭირდება ეს გამხნევა მიუხედავად იმისა რომ მედგრად დგას ქართველი ხალხი და არ გავჩერდეთ არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ მანამ სანამ არ დაიდება შედეგი. გვინდოდა რომ გამოგვეხატა სოლიდარობა ხვალინდელი შეკრების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება 6 საათზე ევროპის მოედნიდან დაიწყება და წავალთ რუსთაველისკენ, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი ამ რეჟიმის მიმართ. არის ვისაუბრეთ მზია ამაღლობელზე, ავგან სადიკოვზე, იმიტომ რომ პენცენტრი არის ასევე ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს იცავს და ვისაუბრეთ იმ უკანონო პატიმრებზე, რომლებიცაც უკვე გადატენილია ჩვენი საპატიმროები. ჩვენ თუ არ ვიდგებით ქუჩაში,
უბრალოდ ნიშნავს, რომ აღიარებთ ამ ხელისუფლების რაღაცა ლეგიტიმურობას, ხო? და აუცილებელია მართლა აი რა ვიცი სასწაულად მნიშვნელოვანია რომ ვიდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვითხოვთ დასავლეთისაგან ამ ხელისუფლების სანქცირებას, ამ ხელისუფლების არაღიარებას, ხო ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. სწორედ იმიტომ არიან ესეთი გაცეცხლებულები და ამიტომ აჯარიმებენ, ამიტომ აპატიმრებენ ამ ადამიანებს, რომ ხელი შეუშალონ გამოსვლაში და რუსთავზე დგომაში. ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის მომდევნო გაჩერების ადგილია გორი. მანიფესტი ქალაქში ზეგჩავა. თეატრის დასის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა მსახიობებთან ერთად საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა იანვრის ბოლოს დაანონსა. ყველგან მივალთ და ყველას დაველაპარაკებით ნახავთ რა შეუძლია თეატრს, თქვა მაშინ დოიაშვილმა. მანიფესტი უერთდება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღას, მოითხოვს რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, რომელთა შორის ახალი თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეცაა. ასევე უერთდება ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა. რა უნდა იცოდეთ, თუ პოლიციამ ჯარიმა გამოგიწერათ, მაგალითად გზის გადაკეტვის გამო. იურისტები განმარტავენ, რომ მოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი აღსრულება დაიწყება. მაგრამ სპეციალისტების განმარტებით აღსრულება შეჩერდება ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაში. ეს პროცესს მნიშვნელოვნად გადაავადებს, რადგან სპეციალისტების თქმით, ჯარიმის მოქმედება შეჩერდება, ვიდრე მისი განხილვა არ დასრულდება. ეს კი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემდეგ სასამართლოში უნდა მოხდეს. ჯარიმების გასაჩივრება უფლებადამცველების თქმით გადატვირთავს სისტემას და სხვების დასაჯარიმებლად ნაკლები რესურსი დარჩება. ქართულმა ოცნებამ არარსებული რაოდენობა დააწესა ჯარიმებისთვის გზის გადაკეტვის სანქციებზე. ან 5000 ლარი არის წარმოუდგენლად დიდი ოდენობა, რომლის გადახდაც ალბათ საქართველოში ალბათ არავის არ შეუძლია. ეს შეუძლებელია უბრალოდ ასე 5000 ლარი ესე ადგე და მოიტანო. მათ იცოდნენ, რომ ეს არარეალურად დიდი რიცხვი იყო, ან 500-დან 5000 ლარამდე გაზარდეს, მაშინ როდესაც არ ვიცი, საარსებო მინიმუმი რამდენია, კარგად ვიცით, მინიმალური ხელფასი რამდენია ამ ქვეყანაში, კარგად ვიცით. ეს იყო ცალსახად სადამსჯელო ღონისძიება ქართული ოცნების მხრიდან, ეს იყო შემაშინებელი, რომ ადამიანები უბრალოდ აღარ გამოვიდნენ და აღარ გააპროტესტონ. მთელი მომენტი აქ არის რეალურად პირიქით. რაც უფრო მეტი ვართ, მით უფრო არ აქვს ქართულ ოცნებას იმის შესაძლებლობა, რომ დაგვაჯარიმოს. ჯარიმების პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, იცდება სამართლებრივ ფარგლებს, ეს მართლა ემსგავსება გამომძალველობას და შანტაჟს მოქალაქეებისას და ამ გზით პროტესტის გაუქმებას, ხო? თუმცა, თუ კი ჩვენ შევხედავთ იგივე წინა თვეებში საზოგადოების დამოკიდებულებას, ხედავთ, რომ ხალხი არ შინდება არც პოტენციური ჯარიმებით, არც პირდაპირ შიშველი ძალადობით ხელისუფლების მხრიდან, ამიტომაც ამ ჯარიმებსაც დიდი ალბათობით არ ექნება ეფექტი, უბრალოდ ამითი ხელისუფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაშორებული არის ის სამართლიანობის, კანონიერების ფარგლებს. ხმაური იყო გორის საკრებულოში, სხდომაზე მისული მოქალაქეები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დარბაზიდან გააწევა. მოქალაქეები კითხვების დასასმალად მივიდნენ, მათ უნდათ შეეხსენებინათ საკრებულოს თავმჯდომარისთვის პროექტები, რაც გორში ევროკავშირის დაფინანსებით შესრულდა. ისინი დავით რაზმაძეს მისი ანტიდასავლური განცხადებების შესახებაც უსვამდნენ კითხვებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამჯერად შეიკავა თავი ანტიდასავლური პოზიციისგან. პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირისგან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს, როცა შემიძლია და გავიყვანო უამრავი გარემონტებული სკოლა, შემიძლია გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც პირადად ჩემს ეთერში გააკეთა განცხადება, რომლის საფუძველზეც გაამართლა ოკუპანტები, რომლებიც ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, არაფერი ამ წლების განმავლობაში არ უკეთებიათ გარდა იმისა,
იმისა, რომ ამართლებენ ოკუპანტების აგრესიას, დღეს ჩვენ გვეძახის მოღალატეებს. ღალატის უფლება არავის არ აქვს. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. ეს ყველამ გაიგეთ. ისინი ამობენ, თქვენ ღალატობთ. ჩვენ როგორ ღალატობთ? თქვენი ანტიდასავლური განცხადებები. ანტიდასავლური არის მოსამართლემ დღეს უნდა თქვას შეუცვლის თუ არა მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიებას შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მედია მენეჯერის ადვოკატებმა მიმართეს. იურისტების შეფასებით მოშიმშილე ჟურნალისტის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პოლიტიკურად მოტივირებული და კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის დაშინების მცდელობას წარმოადგენს. ამაღლობელის გათავისუფლებასთან ერთად მისი ინტერესების დამცველები პროკურატურას მოუწოდებენ შეწყვიტოს უკანონო ბრალდების საქმე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოიძიოს. სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები განახლდა, მონაწილეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის 11 ფაქტს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში. რუსის სამხედროების მიერ განახლდა რკინის ღობეებისა და მავთულხლართების დამონტაჟება. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით